აუ ძალიან მეშინია. აი აქ რომელიღაც კაცებმა ათრია რაღაცა ნანადირები. უკვე ყველანაირი რესურსს კარგავთ, ვეღარ გავრისკავთ. თან ქვებზე გადავწყვიტეთ გადასვლა რა. ეს ჩვენი პირველი YouTube ვიდეოა. მიზნად დავისახეთ ერთ დღეში გვინახა ატენის სიონი, ბიისის ჩანჩქერი და ლევიტანას ტბა. მეგონა იდეალური გეგმა ჰქონდა, მაგრამ მივხვდით, რომ სამყაროს ჩვენთვის სულ სხვა გეგმები ჰქონდა. გეგმები შეგვეცვალა, მარჯვნივ დავინახეთ კლდეში და გამოქვაბულებში ტაძარი და გადავწყვიტეთ, რომ გადაგვეხვია თან გვიწერს 8 წუთს. უფლის ციხე, კლდეში ნაკვეთი ქალაქი, რომელსაც აქვს ქუჩები, სკვერები, წყლის საკანალიზაციო სისტემა, 4 კარიბჭე, საიდუმლო გვირაბი, რომელსაც მდინარე მტკვრამდე მიყავხარ, გალავანი და ასე შემდეგ. დღეისთვის ის ითვლება მუზეუმად ღია ცის ქვეშ და თუ არ ხართ აქ ნამყოფი, აუცილებლად გირჩევთ. თბილისიდან სულ რაღაც საათნახევარი დაგჭირდებათ. ჩავდივართ ქვემოთ. მანქანასთან ბრუნდებით, რომ წავიდეთ ჩვენი პირველი დანიშნულების ადგილზე. შენ რა? ბიისის ჩანჩქერამდე, ორი წამი ვიდ რაღაცასთან მე აცადეთ. ბიისის ჩანჩქერამდე უნდა ვიაროთ 47 წუთი. ეს მე ყველაზე დაუკვირვებელი ადამიანი მთელს მსოფლიოში. თავისუფლად შემიძლია კატა ფუცხვერად მოგასაღოთ და ხვლიკს მივეპარო დასაჭერად. ჩემი მთავარი მიზანი ერთი იქნება დავითანხმო ბიჭები, რომ წავიდეთ იქ, სადაც არ ყოფილვართ და გავაკეთოთ ის, რაც აქამდე არასდროს გაგვიკეთებია. გადმოვუხვიეთ მარცხნივ და ესეთი გზა მიდის. ეს სანდრულად ჩვენს არხზე მის კისერზე იქნება ჩვენი უსაფრთხო მგზავრობა. მისი მისიაა დრონით გვაჩვენოს სამყარო და არ გამორჩეს საინტერესო კადრები. ის ჩვენ სამიდან ყველაზე მოხერხებულია უყვარს ძაღლები და ეშინია გველების. მაგრამ დღეს თუ გაართმევს სანდრო თავს მიგვიყვანოს დანიშნულების ადგილზე. ლუკა გვიწერს, რომ 11 წუთში მივალთ დაახლოებით. წესით პირდაპირ ბიისის ჩანჩქერზე მივდიოდით, მაგრამ რუკაზე ვნახეთ, რომ ატენის სიონი უფრო ახლოს იყო და გზის შემოკლება გადავწყვიტეთ. მერე გზაში ნოდოს გაახსენდა, აქედან ცოტა ზემოთ წეროს ღვთისმშობლის სავანია, ჯერ მანდ ავიდეთო. მოკლედ, გეგმა მესამედ შევცვალეთ და ეს დღის საუკეთესო გადაწყვეტილება აღმოჩნდა. გამოვედით წეროს სავანეში, ესე ქვია მონასტერს, სკიტის ტიპის მონასტერია. ეს ნოდოა, იდეებით სავსე კაცი. მისი საყვარელი საქმიანობა გეგმიდან გადახვევა და ფოტოების გადაღებაა. უყვარს კატები, ეძებს გველებს და იცის ყველაფერი, რაც არ უნდა კითხო. იქნება ეს ფიტნესი, რელიგია თუ ტექნიკა. მონასტერში ბერები დაგხვდნენ და გვითხრეს, რომ ცოტა ხანში დაბლა ატენის სიონში 7 გზის ეთისხება იწყებოდა. ამიტომ მალევე წავედით ატენის სიონისკენ, თუმცა სამწუხაროდ გადაღების საშუალება არ გქონდა. ატენის სიონის შემდეგ ბიისის ჩანჩქერისკენ დავიძარით. გეგმა ისევ დაირღვა. ლუკას მივყვებოდით, როცა მივხვდით, რომ საშინელ გზაზე გადავედით და გზა აგვებნა. ზუსტად იმ მომენტში, როცა უკან მობრუნებას ვფიქრობდით, ჩვენ და საბედნიეროდ რეინჯერები გამოჩნდნენ. მათ უსაფრთხოდ გაგვიყვანეს სწორგზაზე, დავაპარკინგეთ მანქანა და დაიწყო. ჩვენი ვარაუდები ვთქვათ, რამდენი წუთი დაგჭირდება ფეხით და ვინც ყველაზე ახლოს იქნება, იმას ექნება ერთ-ერთი სურვილი ან ორივესთან. ჩემი აზრით, ალბათ 15 წუთში მივალთ. 18. ბიჭო, რა შვები, რო გამენახულობს. 14? კაი, ეხლა არის 32 წუთი. ნახოთ, რამდენი ხანში მივალთ. შეგხვდა პირველი ხიდი, რომელიც საკმაოდ მყარი იყო და ჩვეულებრივად გადავედით. დრონს ავაფრენს და ვნახავთ სად არის ჩანჩქერი, იმიტომ რომ ვერ ბაგნებთ ჩანჩქერს. აგე, არა, შეყოფილა. დრონის აფრენის შემდეგ მაინც ვერსად დავინახეთ ჩანჩქერი და გადავწყვიტეთ გზა ინტუიციურად გაგვეგრძელებინა. გადავედით მეორე ხიდზე და დავინახეთ პირველი ნიშანი. ხო, მართლა. აღსანიშნავია. ნიშანი შეგხვდა, ჩანჩქერი აწერია, აშკარად უბრალოდ ჩამოვარდნილია.
მივუყვებოდით გზას, ფიქრობდით ჩანჩქერს წუთი-წუთზე დავინახავდით, თუმცა შეგვხვდა უზარმაზარი გადაბუნებული ხე. რა ვთქვით 15 წუთი, 14 და 18 წუთი. მოდომ მოიგო ყველაზე რამდენი ხანია მოვდივართ უკვე. გადავედით მესამე ხიდზე. მორებს შორის ადგილი დიდი იყო დატოვებული, ამიტომ მეტი სიფრთხილე გამომიჩნეთ ამ შემთხვევაში. მოვადებით კიდე ერთ ხიდს. ესეც მეოთხე ხიდი და სულ მალე გავიგეთ ჩანჩქერის ხმა. მოვედით ხმა მესმის ჩანჩქერის. აბა ერთად ნახოთ. სრუგანგაში იყო. მაგრამ აქ მართლა როგორ გადავიდეთ? ჩანჩქერის ნაცვლად დაგვხვდა მდინარეზე გადადებული ნახევარი ხე, რაც საკმაოდ საშიშად გამოიყურებოდა. პირველი რეაქცია გვქონდა, რომ უკან უნდა დავბრუნებულიყავით, თუმცა გავრისკეთ და მაინც გადავედით. მოვადექით მეხუთე ხიდს და ესეც უსაფრთხოდ გადავუახეთ. თუმცა აუ, ეხლა ტყუილა მომიყვანე? აი აქ რომელიღაც კაცებმა ათრია რაღაცა ნანადირება. აი უეჭველი ვიცი. ეხლა? ეხა არა ზოგადად რა, ოღონდ ახალი კვალია. ვაიმე. საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ გაბრუნების დრო იყო. მინდდებოდა ჩანჩქერიც არსად ჩანდა და თან არაფერი გქონდა თავდაცვისთვის. ამ ხიდამდე ქვებზე გადმოვხვით და დანარჩენი ხის ნაწილი კი უსაფრთხო იყო. ეს უკვე მე-6 ხიდია და აი მე-7-ც მალევე გამოჩნდა. რა დროსაც ვიფიქრე, რომ მოჯადოებულ წრეზე დავდიოდით და ხიდები არასდროს დამთავრდებოდა. აი. ეხლა უკვე მართლაც შოვეღარ. და აი გამოჩნდა მერვე ხიდიც, ოღონდ ამჯერად წყლით დაფარული. იმედები გადაგვეწურა, მაგრამ ნოდო აცოცდა სიმაღლეზე და დაინახა, რომ გადასასვლელი იყო ქვებით. ამ ქვებზე გადავწყვიტეთ გადასვლა რა. იმედია მალე მივალთ, იმიტომ რომ უკვე ყველანაირი რესურსი კარგავთ, აი მთელი დღის განმავლობაში 7 ხდება უკვე ლამის. გვაქვს თითო სენდვიჩი ნაჭამი და აი გვაგონა რომ მალე მოვიდოდით. მინდა იცით რომ თქვა რომ აი მოვედით ჩანჩქერ და მართლა დავინახო. და მაშინ როცა რუკა 1 წუთს წერდა ჩანჩქერამდე, სრულად წაღებული ხიდი დაგხვდა. ვეღარანაირი გზა ვერ ვიპოვეთ გზის გასაგრძელებლად. აი აქ მოვედით, ეს იყო ჩვენი ბოლო გაჩერება და აქ მართლა ვეღარანაირად ვეღარ გადავდივარ. ვინც ხართ აქაურები ან ამ დროს აპრილში ყოფილხართ, დაგვიწერეთ კომენტარებში, როგორ მიდიხართ ხოლმე, სხვა გზაც ხო არ არსებობს. იმიტომ რომ დავბრუნდებით აუცილებლად და მაინც მივალთ ბოლომდე. უკვე მობინძდა ჩამოვედით სამშვიდობოს, უკვე მანქანასთან მივალთ მალე და აი ენერგიის 1%-იც აღარ გამოჩნია მართლა. ბისის მერე არ გავჩერებულ ვართ და ლევიტანას ტბისკენ დავიძავით, მაგრამ გზაში ისე დაგვეღამდა, რომ გზის გაგრძელებას აზრი აღარ ჰქონდა. ეხლა აქ ჩავჭით, აქ 7 არ გამოვიდეს და არავინ არ მოგვაკითხავს აქ. დანიშნულების ადგილებით თუ ვიმსჯელებთ, ჩვენს პირველ ვლოგში ყველაფერი ზუსტად ისე არ გამოვიდა, როგორც დაგეგმილი ჰქონდა. დავუშვით უამრავი შეცდომა, ჭამა ბოლოსთვის მოვიტოვეთ, რამაც ენერგია ბოლომდე გამოგვაცალა. რუკაზე ლოკაციები წინასწარ სათანადოდ არ შევისწავლეთ და დროის მენეჯმენტი ნულს ქვემოთ ჰქონდა. ერთ დღეში 3 დღის სანახაობების ნახვა მოვინდომეთ, მაგრამ სამაგიეროდ ბევრად უკეთეს და მაგარი რაღაცები მოხდა. სრულიად დაუგეგმავად მოვხდით ზეთისხებას და გავიცანით საოცარი ადამიანები. ჩვენს შეცდომებზე აუცილებლად ვისწავლით და დავბრუნდებით, მანამდე კი გამოიწერეთ ჩვენი არხი და დაგვიწერეთ, სად წავიდეთ შემდეგში. რა ვიცი, მომისმით ეგ ნომერი და დამერეკო. კი, ჩავიდე. იმეებში რომ დამერეკო რა, ერთი დღით ადრე რომ გამეც მზად რო ვიყო რომ სასასვლელი არის. აი ხარ. კაი. ცოტა რაკაცი ვარ. კარგად მაგო, დავიდე. მაგო.